მოგესალმებით, მეგობრებო. მიმდინარე ტრანზიტზე, მინდა ქვეყნის ტრანზიტზე ვილაპარაკოთ. წაგიწეროთ პატარა ვიდეო, რა ხდება ცაზე, ქვეყნის ცაზე, რა მოვლენები გველის წინ, რა ენერგიებში არის ახლა ქვეყანა და რამდენიმე პროგნოზირების რუკა მაქვს მომზადებული და ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებზე გავაკეთებ აქცენტს. თქვენც გაითვალისწინეთ, დავაკვირდეთ ერთად მაგალითად მოვლენებს, რა როგორ იქნება, ნამდვილად არ ვიცით, საერთოდ პროგნოზირებაში როცა გულისხმობთ, აქ შეიძლება იყოს იმდენად ფარულად ეს მოვლენები, რომ ეს შეიძლება პირდაპირ არ ჩანდეს, მაგრამ ენერგეტიკას აჩვენებდეს ქვეყნის, განწყობას აჩვენებდეს ხალხის მაგალითად, ხო? და სად მიდის ეს განწყობა, როგორი ენერგეტიკული ველი იქნება ქვეყანას უახლოეს პერიოდში, ამაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. პირველ რიგში, რამდენიმე ვიდეოშიც ვთქვი, რომ 20 ივლისი იქნებოდა ერთ-ერთი ცოტა რთული და არაფერს მნიშვნელოვანს არ დავგეგმავდი პირადად ამ პერიოდში, იმიტომ რომ ზუსტი ოპოზიცია იყო იუპიტერის და პლუტონის ცაზე, ისე უბრალოდ ჩვენ ქვეყანას რო არ შევეხოთ, იყო უბრალოდ ცაზე. იუპიტერი ადიდებს ყველაფერს და პლუტონი არის მრისხანება, აგრესია, დაძაბულობა, ტრამვები და მძიმე ზეწოლაც, ანუ იქ თუ იუპიტერი ლომში ინდივიდუალიზმის გამოხატვას ეცდებოდა, პლუტონი სერიოზულ ძალას დაახვედრებდა ასევე წინ, ხო, მერწყული მაგალითად იქნებოდა ესეთი დაძაბულობა მესა და ჩვენს ხალხს შორის, ეს ძალიან ისე ზოგადად რო გითხრათ, ჩვეულებრივ დონეზე ეს არის ამოყრა, ყველანაირი დაფარული ტრამვები, აი რომ მომწიფდება უკვე დაძაბულობა და იუპიტერი ამას სააშკარაოზე გამოიტანდა, ხო? აი ეს პერიოდი იყო, ზოგადად შეიძლება შეგვემჩნია დაძაბულობა გარემოში. ეს პერიოდი ან ჩვენში იყო რაღაცნაირად დაძაბულობა, რომ აი მოიმატებდა თითქოს ცოტა ესეთი ჩაბუდებული ნეგატივის ენერგია და ყველა შეიძლება ვამჩნევდით ამას. მაგრამ რატო შეეხო ეს ჩვენ ქვეყანას უახლოეს წინა პერიოდში, რაც მიმდინარე მოვლენები მოხდა და ეხლაც გავდივართ ამ პერიოდს, ხო, ცოტა რთულ პერიოდს, აი ეს ტრანზიტული იუპიტერი, რომელიც ქვეყნის რუკაზე უკვე ეს აჩვენებს მაგალითად ჩვენს შინაგან იდენტობას, ეს არის ჩვენი ღირსება შინაგანი, ხო, ჩვენი თავარი ღირებულებები, რისი გვწამს, რისი გვჯერა, ეს იუპიტერი არის ზოგადად ჩვენი რწმენები, ხო? სხვათა შორის ეს ტრადიციებსაც აჩვენებს ხოლმე იუპიტერი, აი რაღაცა წესს რო მივყვები სადღაც, რაღაც კანონები, შინაგანი კანონები, იდენტობასთან არსებული კანონები, რომელიც აი ეს ტრანზიტული იუპიტერი ზუსტ შეერთებაში იყო ჩვენს პირადი რუკის იუპიტერთან, რომელიც 12 წელიწადში ერთხელ ხდება. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. 12 წლის წინ დაახლოებით ასოცირების ხელშეკრულებაზე იყო მთელი ამბავი, ქვეყანას დიდი ოპტიმიზმი ჰქონდა წინ, რომ ყველაფერი რაღაცნაირად უკვე დიდ ცივილიზაციაში შევდიოდით, იუპიტერი ეს არის დიდი გაფართოება, დიდი ოპტიმიზმი, დიდი იმედები და ყველას მოგვეცა რაღაცნაირად ძალიან დიდი ხიარულება, ხო, ქვეყანაზე იმობდა ფაქტიურად ამ ყველაფერს. აი ეს იყო 12 წლის წინ, როცა იყო აი ამ ჩვენს იუპიტერთან ფაქტიურად პირველ სახლში თან დაბრუნება მთელი მსოფლიო გვიყურებდა. იმიტომ რომ იუპიტერი აჩვენებს როგორც დიდ გაფართოებას, პირველი სახლი ეს ჩვენი იმიჯი არის, პირდაპირ ქვეყნის იმიჯი. რა ხდება ახლა? მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერი მაინც არ ბილებს ყველაფერს და ეს შეიძლება არ იყოს ისეთი დრამატული, მაინც აი ახლა პლუტონი, ტრანზიტული პლუტონი ცაზე ზუსტ ოპოზიციაში ჩაუჯდა, ესე ვიძახით ხოლმე, ჯერ ჩვენ ნათალურ იუპიტერს და პლუს აქედან მეორე იუპიტერი გამოვიდა ტრანზიტული შეუერთდა და ორი დიდი ციკლი შეიქმნა იუპიტერის და პლუტონის. აი ამან გამოიწვია რა მაგალითად საერთაშორისო დონეზე, თუნდაც ახლა ის ვითომ ქორწილში პატარა ინციდენტი იყო, მაგრამ მსოფლიო სალაპარაკო გახდა მსოფლიო დონეზე, ხო და დიდი თან პლუტონმა რა იცის, ან ყველაფერი ან არაფერი, ან ძალიან ხარდამჭერი ჩვენს მიმართ, ან ძალიან კრიტიკული, ხო, იქ შუალედი პლუტონს არ აქვს ძირითადად და ნუ მოხდა ასეთი ძიმე მოდი ესე ვთქვათ, ძიმე დისკუსიის საგანი, ხო? როგორც წესი, ამ შემთხვევაში პლუტონმა რა გააკეთა? პლუტონი ადრეც ვთქვი, რომ გაადიდებს იუპიტერი პლუტონურ და ფარულ ჩვენ ბრალს, აი რაღაცა მომწიფთა. რაღაცა აი ჩაბუდებული მომწიფთა და სადღაც აუცილებლად იბუდგებდა და იუპიტერმა
აი მისცა არეალი ფაქტიურად, აი რაღაცა დიდი გლობალური ჩვენი შინაგანი დიდი კოლექტიური ნეგატივი გამოხატულიყო, ხო? მე ესეთ ინტერპრეტაციას გავუკეთებდი. და მანამდეც თქვი, რამდენიმე ეთერშიც თქვი, რომ აი 20 ივლისის მიდამოები და ზოგადად ივლისი იქნება ერთ-ერთი ჩვენთვის რთული. მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერის დაბრუნება გვაქვს, თუმცა არ ვამბობ ხოლმე 100%-ით ეს პოზიტივია, მხოლოდ მას აქვს თავისი ნეგატივებიც იმ კუთხით, რომ იუპიტერი ყველაფერს ადიდებს. და აი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პლუსთან რომ ტრანზიტული იუპიტერი იყო ოპოზიციაში პლუტონთან და აქ შუაში მოხვდა ჩვენი ნათალური იუპიტერი. ამან მისცა უკვე ეროვნული სახე ქვეყნის პრობლემა და ეს უკვე ყველა შეგვახო. ეს არის უკვე კერძო ისეთი დაძაბულობები. პლუს პლუტონი ტრანზიტული დიდი ხანია უკვე ჩვენ იუპიტერს უტრიალებს. ესე ეძახით ხოლმე რეტროგრადულ ფაზაში ახლა პლუტონი მეორეჯერ გადმოუვლის იუპიტერს. მერე კიდე მესამედ გადაუვლის, ხო? ეს არის ფუნდამენტური ღირებულებათა ცვლილება ძალიან მტკივნეულად. პლუტონი ყველაფერს ააშკარავებს, ამოაქვს ზედაპირზე. რაღაც გადატვირთვის აუცილებლობა არის უკვე იუპიტერთან, ხო? იმიტომ რომ იუპიტერი ეს ღირებულებათა ნაწილი არის, სხვათა შორის მეექვსე სახლს მართავს ჩვენ რუკაზე და ეს არის საკანონმდებლო სფერო, მაგალითად, ეს არის პოლიცია, ეს არის ძალოვანი სტრუქტურები, სამედიცინო სფერო. ანუ ქვეყანა რაღაც აი ისეთ იმაზე რო დგას საჯარო სამსახურიც არის სხვათა შორის მეექვსე სახლი ჩვენთან, აი სისტემები, რასაც სისტემები ეხება მაგალითად, აი ამის მძიმე ტრანსფორმაციას დაიწყებს უკვე პლუტონი. გამოაშკარავებს ყველაფერს, სისტემური პრობლემები თუ რა სადმე გქონდა მაგალითად, აი ყველაფერი ნენელა დაიწყებს მოშლას. აი ახლა თუ დაინახეთ რეაბილიტაციურ ქუჩებში წყალდიდობები, ხო? აი რას კი სისტემაში კორუფციული ტენდენციები იქნებოდა, იქ რაღაც არაკეთილსინდისიერად გაკეთდა, იქ რაღაც პრობლემები იყო, პლუტონი ნენელა ამოყრის ახლა ამ ყველაფერს. იმიტომ რომ თვითონ იუპიტერი აი ამ სისტემებს მართავს ჩვენ რუკაზე. ხო, სამსახური, ეს მაგალითად ის სამსახურები რამდენად კეთილსინდისიერად იქცევიან, საჯარო სამსახური იქნება ეს სხვადასხვა აი ესეთი ტექნიკური საკითხები რაც არის ქვეყანაში, ეს ყველაფერი იქნება ძალიან მძიმედ. უკვე აი გამოაშკარავდება ნენელა ყველაფერი, რაც არ იყო კარგად, მაგალითად გაკეთებული. თან ახლა ეს რა არის მნიშვნელოვანი, რომ პლუტონმა იცის ზოგადად და იუპიტერი და პლუტონი ამხელა დაპირისპირებაში თან ჩვენ რუკაზე. ახლა გადაცდა იუპიტერს პლუტონი, ახლა დაიწყო რეტროგრადულობა და ისევ არის უკვე შეერთება, ანუ კიდევ უფრო მძაფრად ნენელა ფაქტობრივად დავინახავთ, როგორ სააშკარაოდ ცოტა იშლება კიდეც აი ეს ჩვენი რაღაცნაირად ესეთი საჯარო სამსახურები ან პოლიტიკური სამსახურების მიერ შექმნილი სისტემა. აი ძალიან მოკლედ რო გითხრათ. პლუს ეს პლუტონი მიდის ნენელა ფაქტიურად იყო უკვე შეერთება, მაგრამ ცოტა ირიბი და მომავალ წელს გვექნება ზუსტი შეერთება. აი მომავალ წელს ეს პლუტონი სატურნთან ბევრ ამას დაატრიალებს. და რას დაატრიალებს? ზოგადად სატურნი თან მართავს ჩვენ მეშვიდე სახლს, ეს არის პარტნიორები, ეს არის საზოგადოება, რომელიც ჩვენს წინ დგას, ხო, ყველა ქვეყანა იქნება ეს მტრები, მოყვარეები, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები. ამავე დროს სატურნი სიმბოლურად ასტროლოგიაში მართავს ქვეყნის სისტემას, ხერხემალს, რაზეც დგავართ საჯარო სტრუქტურების, ამ ესეთი სახელმწიფო სტრუქტურები. პლუტონი აი ამ იუპიტერთან ერთად ნენელა ჩამოშლის, ან საფუძველს ამზადებს, სადღაც იუპიტერი ადიდებს, ახლა დიდი ნათური თუ გვაყურებინებს, რა იყო ის, რაც დაფარული იყო, ვერ ხედავდი და ნენელა ამის ამოტივტივება დაიწყება. და თან ეს მეექვსე სახლურად რამდენად არის კარგად რამე გაკეთებული, ახლა ამოტივტივდება ყველაფერი, კორუფციული სქემები, უხარისხობა მაგალითად, ხო? აი ეს იქნება ნენელა უფრო თვალსაჩინო და პლუტონთან როცა მივა უკვე პლუტონი სატურნთან როცა მივა ეს მომავალ წელს იქნება და თან იქაც ხანგრძლივად იქნება, ეს ერთ დღეში არ იქნება. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. აი ამას ნენელა ჩამოშლის. სისტემა იქნება უკვე უვარგისი ამ ყველაფრისთვის. ანუ მომავალ წელს იქნება უკვე პიკი, სადაც გამოჩნდება აი სრულად, ანუ ქვეყნის ძალიან ისე მარტივად რო გითხრათ, ყველაზე
მძიმე გამოვლენება შეიძლება მთლიანად რო გადასაკეთებელი იქნება ქვეყანა თავის აკანონმდებლო კუთხით, თავისი, იმიტომ რომ სატურნი ასევე ჩვენ ნათალური იუპიტერს უკეთებს ოპოზიციას და აი ამ ყველაფერს უვლის ახლა პლუტონი. ანუ ის ქვეყნის სტრუქტურა, რაზეც ვიდექით, ნენელა ტრანსფორმაციის აუცილებლობას წარმოქმნის. და თან პლუტონი ცოტა მძიმედ მუშაობს. ეს არ არის მარტივი ენერგია. ეს არის რაც უკვე ძველ ეს არის აი ძირმომპალი არის, რაც აი გაირყვნა უკვე, რაც გაფუჭდა უკვე, რაც აღარ არის სანდო, იმას ანგრევს ყველაფერს. სატურნი კიდე არის დრო, არის სტრუქტურა, არის რაღაც სიმყარე. მას ხა სატურნს არ უყვარს პლუტონი, პლუტონს სატურნი არ უყვარს, ხო იდეაში, რატო? იმიტომ რომ სატურნი ცემს პატივს მხოლოდ დროს, რაც უფრო დიდი ხნის არის რაღაც, მით უფრო გამძლე და მყარია სატურნის პრინციპები არის, პლუტონი კიდე პირიქით ფიქრობს, ესე რომ ვთქვათ, რაც უფრო დიდი ხანია რაღაც არის, იქ უკვე ყველაფერი ძველდება, ფუჭდება და ის გამოცვლას ან გადაგდებას მოითხოვს. აი ამას გააკეთებს, დემონტაჟს გააკეთებს უკვე ჩვენი, არ ვიცი, სახელმწიფო სტრუქტურის, შეიძლება იყოს მთლიანად გადასაკეთებელი ყველაფერი. აი მომავალი წლიდან დაგვეწყება უკვე ეს და გასტანს რაღაც პერიოდი. აი ეს შეერთების პროცესი და თან უკვე დაწყებული არის ეს. ანუ ეხლა ჩვენ ვართ შუა ფაზაზე, რატო გავაკეთე ცოტა ხანგრძლივ პროგნოზზე ვიდეო. იმიტომ რომ იწყება იუპიტერ-იუპიტერის შეერთება. ეს უკვე არის განახლების, ახალი ციკლის დაწყების აუცილებლობა. თან ქვეყანას იქ იმაში სხვადასხვა მეთოდოლოგიებში ცოტა გარდაქმნის პერიოდი გვაქვს, იქ მე აგიხსნით, აციდენტით შეგვეცვალა დირექციებში, ამასაც აგიხსნით. დაიწყო ახალი ციკლი, მაგალითად, ხო, იუპიტერი, დაიწყო თან ძიმეთ, პლუტონს გაუსწორდა ეგრევე როგორც კი იუპიტერი გადავიდა ლომში და დაიწყო უკვე რაღაც სერიოზული ჯანჭყარი. მერე ნენელა ეს საერთოდ ეს ფაზები, მერე იუპიტერის კვადრატი რო იქნება, იქ სხვა ასპექტები შეერთება, აი შედეგებს მერე უფრო გვიან ნახულობთ ხოლმე, ესე მარტივად უცებ არ ჩანს. იქ მერე დაბნელებები აქტიურებს ამ პერიოდებს ხოლმე და უამრავი სხვა რაღაცები ხდება. ახლა მზე მოდის იუპიტერი მზის შეერთება, რომელიც ასევე გაუსწორდება პლუტონს. ეს კიდე ცალკე თემა არის, ხო? და აქაც კიდე რაღაცეები განათდება, კიდე უფრო გამოჩნდება. პოზიტივი ამ ყველაფერს რა აქვს? პლუტონი აგდებს ყველაფერს, რაც მძიმე არის. მაგალითად, პლუტონი მართავს ჩვენ რუკაში მეხუთე სახლს. მეხუთე სახლი არის მარტივად რო გითხრათ, ახალგაზრდობა, ეს არის სხვადასხვა ინვესტიციები, პოლიტიკური პარტიები, ახალგაზრდული ოღონდ, ეს არის ფაქტიურად, სწავლა, განათლება, სპორტი მაგალითად, აი მუნდალურ ასტროლოგიაში მეხუთე სახლი ჩვენთან აი პირდაპირ ახალგაზრდობის ენერგია არის. აი პლუტონი მართავს მეხუთე სახლს და აი ეს მეხუთე სახლი იქნება უკვე მეხუთე სახლის მართველი ამ ყველაფერს ჩართული. იუპიტერი ლომში მოიტანს იმას, რომ შეიძლება გამოჩნდეს ნენელა ახალგაზრდები პოლიტიკურ ველზე, ხელს შეუწყობს ახალ ლიდერებს და ეს არ არის ძველი ლიდერების პერიოდი, უკვე ნენელა ამოჭამს ეს ყველაფერი. თავს ფაქტიურად პლუტონი ზუსტად ამას აკეთებს იუპიტერთან ოპოზიციაში, რომ ნენელა ანადგურებს იმ ძველ სისტემას, პოლიტიკურს მაგალითად, კანონები, წესები, ძველი მოდელები მმართველობის, მაგალითად უკვე აღარ იმუშავებს, იმიტომ რომ ნენელა დემონტაჟს აკეთებს პლუტონი და ამას ნენელა ყველა ვხედავთ. პლუტონი არ მუშაობს, აი ესე მოულოდნელად რო უცებ რაღაცა დაანგრიოს, ის მუშაობს ძალიან ნელა. ნელა ხვდებით, რომ ყველანაირი სისტემა უკვე ძველდება. პლუტონი სატურნთან რომ მივა, აქ უკვე დაანგრევს სრულად სისტემას მოშლის. აი უკვე მათ მიხვდებით წერტილზე მივალთ, რომ ცვლილების გარშე უკვე წარმოუდგენელი არის. ანუ დალპა, დემონტაჟია საჭირო, უნდა გადავაგდოთ. და ამას აუცილებლად მოყვება, უკვე არის ეს ტენდენცია, რომ შეიძლება ხელისუფლების სხვა შტოები შეიცვალონ, შეიძლება ავადმდელი არჩევნების აუცილებლობა გახდეს, არ ვიცი ახლა ეს რამდენად იქნება შესაძლებელი, მაგრამ აქ რატომ აქვს ამ მოულოდნელობების ეჭვი? პლუს მომავალში გვაქვს ესეთი მნიშვნელოვანი ჯერ დირექციებზე არ გადავსულ, აი სულ მალე იქნება სატურნი მზის შეერთება ჩვენს რუკაში. მზე ყავს ვერძის ზოდიაქოში, სატურნი მიდის ახლა უკვე შეერთებას. მზე გამოხატავს ასტროლოგიაში ჩვენთან ზოგადად ხელისუფლებებს, მთავარ ფიგურებს, ან გავლენიან ფიგურებს, ან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პირებს.
სატურნი ქმნის წნეხს ახლა სერიოზულად, ანუ როგორ რაღაც არის, იცით, სატურნი აძლევს აი ამ ჩვენი მზის, ანუ ჩვენი ხელისუფლებების ენერგიას ზოგადად აძლევს უკვე შეზღუდვებს. ანუ ის ენერგია, რომ მათ უკვე ნენელა აქვთ განცდა, რომ სადღაც მათ მიმართ უკმაყოფილება იზრდება, იმიტომ რომ თან ჩვენ მეათე სახლში ხდება ეს და მეათე სახლი ეს არის უკვე პირდაპირ სახელისუფლებო ვერტიკალი. სატურნი აქ უკვე გამოცდებს უტარებს. ანუ ადრე თუ რაღაცები გაზიარდათ, ახლა შეიძლება ესე აღარ გამოგავიდეთ. ზეწოლა გაძლიერდება. ანუ სატურნი ამ ენერგიას იძლევა. შეიძლება მოუწიოთ გადაადგილებები, გადმოადგილებები ვიღაცების მაგალითად, მაგრამ მაინც სატურნი აძლევს ცოტა სიმყარესაც, ზეწოლა ძლიერდება, მაგრამ სატურნი არ შლის. უბრალოდ აძლიერებს ზეწოლას, ხო? აი აქ რო სხვა პლანეტა იყოს, ურანი რო იყოს, აქ უკვე მოუწევდათ ყანყალი, მოდი ესე ვთქვათ, ხო? თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ სატურნმა ურანთან შექმნა კვადრატი და ნეპტუნთან შექმნის კვადრატს. ეს იყო ურანთან, აი ცოტა ურანი ჩვენთან თავისუფლების და რყევების პლანეტა არის და სატურნი ცოტა შემოიტანდა მაგალითად მოდი ესე ვთქვათ წნეხს. ხელისუფლებაზე, რომელიც აი კიდევ უფრო გააყანყალებდა ურანი, მაგრამ მაინც სატურნი მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სერიოზული ზეწოლა და ეს არის სერიოზული შეზღუდვა ხელისუფლების, ხო? მაინც აძლევს სიმყარეს, მაინც აძლევს რაღაცნაირად სტრუქტურას, ხო, გამძლეობას, რომ ნუ მინიმალურ და დაბალ გაზზე უნდა გამოვცვრეთ, აი ესეთ ენერგიას იძლევა. და შესაბამისად აქ ცოტა მე ვერ ვიტყვი, რომ ახლა სატურნი ამათ ჩამოშლის ამ ხელისუფლებას, ეს არის დაბალ გაზზე ჩუმად ვიმუშავებ სადღაც, რომ რაღაც ისეთი არ მოხდეს, ხო, რაღაც რადიკალური. ეხლა შემდეგი რო გითხრათ ისეთი მნიშვნელოვანი, აი რო გადავიდეთ უკვე პროგრესიებზე და დირექციებზე, გვაქვს ესეთი მნიშვნელოვანი ასპექტი. პროგრესიები, სხვა შორის ხა ამ შაბათ-კვირას მაქვს ტრენინგი და აი ზუსტად აი ამ ყველაფერს ვასწავლე ორდღიანი ტრენინგი მაქვს, ვისაც გაქვთ სურვილი ისწავლოთ უფრო პროგნოზირებადი ასტროლოგია, შეგიძლიათ მოხვიდეთ, ჯგუფი შეკრული არის და რამდენიმე ადამიანსაც დავიმატებთ, ძალიან საინტერესოდ უკვე თერაპიულად გავდივართ ხოლმე ამ ყველაფერს, ეხლა სად ვარ, რა ენერგიებში ვარ, რა ცვლილებები მოდის, რამდენად ვაცნობიერებ ამ ცვლილებებს, ან ვერ ვაცნობიერებ, ამ ყველაფერზე გვექნება ძალიან საინტერესო ორდღიანი ტრენინგი. ეს ისე ვისაც აინტერესებს ტრანზიტოლოგია ზოგადად. ეხლა პირველი რა მოხდა თვალში, როდესაც დირექციებზე, მოდი ეხლა დირექციებზე გადავედი. სულ ეხლა ხან შეიცვალა ქვეყნის ასცენდენტი. ეს არის იმიჯი ქვეყნის, ეს არის პირველი სახლი ჩვენი. მთელი 30 წელი ყვავდა ლომში. ლომი ეს იყო პომპეზურობა, ეს იყო ცოტა ტრაბახისკენ მიტრეკილება, ცოტა ეს ბავშვური, მიამიტური ენერგია არის. მანამდე ყვავდა ბოლო წლების, ანუ დავიბადებოდით ესე რომ ვთქვათ 90-იან წლებში ქვეყანა 91 წელს, კირჩხიბის ბოლო გრადუსებს, ეს იყო სუჩვილი, კირჩხიბი არის ძალიან პატარა ბავშვი, რომელსაც რონა ჭირდება. მერე ლომში გადაგვივიდა აკციდენტი. დირექციებში ეს იყო უკვე მთელი 30 წლიანი ფაზა, როდესაც ჩვენ ბავშვის პირობებში, ბავშვის ენერგიებში ვიყავით, სადღაც აი ისე მიამიტურად და ბავშვად რო გამოხატავს, ანუ უპასუხისგებლად რო გამოხატავს თავის თავს და დიცულოვნად აი ესე ბავშვურად, ესე რომ ვთქვათ. აი ზუსტად ახლა ხან შეგვეცვალა აი ამ აპრილს აკციდენტი და ძალიან 30 წლის შემდეგ პირველად შეგვეცვალა აკციდენტი. დირექციებში თან რაღაც რო ხდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და უახლოესი 30 წელი გვექნება აკციდენტი უკვე ქალწულის ზოდიაქოში და შეიცვალა ენერგეტიკა ქვეყნის. ეხლა აგეხსნით რას, მანამდე თუ იყო მთელი 100 წლების განმავლობაში უაზროდ გადაყრა თანხების, ფუფუნების საგნებში, მაგალითად ვიღაცას მოუნდა შენობის აშენება, ვიღაცას დანგრევა. ეხლა რომ მაგალითად ამდენი ფული იხარჯება ვითომ რეაბილიტაციის ქუჩების, ეს ყველაფერი სავარაუდოდ დასანგრევი იქნება პლუტონი მიდის სატურნთან, ყველაფერი თავიდან საწყობი იქნება, იმიტომ რომ მოინდომეს ახლა კომუნისტურ ესეთ კორუფციულ სისტემაში ევროპული ქუჩების მშენებლობა, ხო? ეხლა ეს ხო წარმოუდგენელია, რომ იყო კორუმპირებული აშენებდა ყოველ მიწას პეძის პატარა გოჯზე კორპუსებს ერთმანეთზე ადებდა და თან ევროპული ეს ბასლაინები და ისინი მოინდომო, ხო? ეს ორივე ერთად ვერ ჯდება, ხო?
ან ევროპულში ხარ, ან აზიურში ხარ, რაღაცა უნდა გააკეთო. შესაბამისად, როდესაც აი ეს ყველაფერი ახლა მედის, ამის დათვლა მოგვიწევს ორმაგის გადახდა მომავალში. ეს რა თქმა უნდა მოუწევს ამ ყველაფერს შეცვლა, იმიტომ რომ კორპუსები ვერ დაინგრევა, მაგრამ მოგვიწევს ისე ქუჩების საუბრუნო, სავარაუდოდ მე ვფიქრობ, დაუბრუნონ ქუჩებს ისე ვისველი იერი, იმიტომ რომ ეს ამდენი ბუჩქები შუატრა გზებზე და ამდენი საცობები უბრალოდ ვერ გაუძლებს ეს ქვეყანა ყველაფერს, ეს ჩემს სუბიექტურ აზრს და ჩემს მოქალაქეობრივ პროტესტსაც ვაჟღერებ ახლა ამასობაში. და რა არის ახლა რატო ვამბობ ახლა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აციდენტი ქალწულში უკვე გვეუბნება რომ ყველაფრის დათვლა მოგვიწევს. ძალიან კარგი იქნება მომავალში პოლიტიკოსები თუ დაიწყებენ უკვე საუბარს მარტივ ფინანსურ ან ცხოვრებისეულ პრობლემებზე, რომელიც ყველას აწუხებს. ლომი თუ არის ახლა ეს რომ დიდი პოლიტიკა და ახლა იქ არ მაინტერესებს რა ფინანსურად რა უნდა გავაკეთო ცხოვრებაში, აი ქალწული ამას შეცვლის, ენერგეტიკა შეიცვალა ქვეყანაში უკვე. მოთხოვნილება გაგვიჩნდება, ცოტა გავისართოთ. რა უკვე ფინანსების დათვლა დავიწყოთ, იქ ამდენი მილიონები სად მიდის იმის დათვლა დავიწყოთ მაგალითად და თან ჩვენ თავშიც გავხდებით უფრო პრაგმატულები და უფრო პრაქტიკულები. უფრო მოგვიწევს აი ზრდასრულად შედარებით რომ ქალწული რა არის ანალიტიკური გონება არის, მას ყველაფრის დათვლა უნდა. ეს არის ლოგიკაზე ორიენტირება, წვრილმანებზე ორიენტირება და ლომი რა იყო, ეს იყო დისულოვნება, მეტი მერე კიდე მექნება, მოდი ვიქეიფოთ, ვიგრიალოთ. აი ზუსტად ამ ლომურ ენერგეტიკის ტრანსფორმაცია მიდის ახლა პლუტონისგან, რომ აი მღერებულებებში ნენელა მოგვიწევს, ან რა მოგვიტანა ამის დათვლას დავიწყებთ. ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაგისთვის 30 წელი გვაქვს წინ, აი აციდენტი ქალწულში რაც არის, ხო? და ამ ყველაფრის გადაფასება მოგვიწევს. მოგვიწევს რაღაცების დათვლა. შეიძლება ფინანსები შემცირდეს რადიკალურად და აღარ გქონდეს იმდენი ფუფუნება მაგალითად, რომ ესე ვიცხოვროთ. და შემცირდეს, იმიტომ რომ იქიდან უკვე პლუტონი ყავს მე-7 სახლში და ზეწოლა საერთაშორისო გაძლიერდება. ასევე მე-8 სახლში გადაგვივიდა კრიზისების, ვალების და სხვების ხარჯზე ცხოვრების სახლი არის მე-8 სახლი და ურანი, რომელიც გვკეთებს უკვე კვადრატურას დირექციებში ჩვენს პლუტონს და აქ მოულოდნელი ფინანსური კრიზისები, მოულოდნელი ზოგადად კრიზისები შეიძლება მოხდეს. აი სადღაც მიწა ჩამოიშალოს, სადღაც ფინანსურად რაღაც დიდი დანაკარგი მიიღოს ქვეყანა, მაგალითად შეიძლება იქ ფინანსური კრიზისი გაჩნდეს, აღარ შემოვიდეს სხვებისგან, ანუ არასტაბილური ფინანსები, არასტაბილური გარემო, რომელიც კრიზისულად მოკლე აფეთქებებს გააკეთებს ქვეყანაში და პლუტონს ჩართავს და პლუტონი მე-5 სახლს მართავს, მე-5 სახლშია ჩვენ პირად რუკაში. ეს გამოიწვევს პროტესტს დიდ ახალგაზრდობის განსაკუთრებით, ხო? და აი ეს ელვისებური, მოულოდნელი და ამავე დროს ფინანსურ და აი ესეთ კრიზისულ სხვაშორის მე-8 სახლი ჩვენთან ასევე ძალოვანი დაფარულ სტრუქტურებსაც მართავს და იქიდან შეიძლება რაღაცები გაჟღერდეს მოულოდნელად ინფორმაციები. ამას იმასაც ვეჭვობ, რომ ახლა პროგრესიებში, სხვათა შორის ნოემბერ-დეკემბერში პროგრესიულ რუკაზე ჩვენი მთვარე გადადის თან ტყუპებში, მანამდე მთვარე ახლა ზოგადად გამოხატავს ერს ქვეყანას და შეიძლება ახლა გააქტიუროს მთვარე გადადის ტყუპებში, მანამდე თუ იყო ყუროში და ზოგადად ხალხი ვიყავით რაღაცნაირად აი მოთმენის, სტაბილურობის ხარჯზე. ახლა გადავიდო და უკვე მალე გადავა ტყუპებში და ტყუპებში არის ურანი. და ჩვენი პროგრესიული მთვარე შეუერთდება ჩვენს ნათალურ ურანს, ისე ბოდიში ტრანზიტულ ურანს. აი ეს უკვე ხალხის არეულობას და აღელვებას გამოიწვევს ყველა ვარიანტში. ანუ ნოემბერ-დეკემბერს მაინც შვიდს არ ველოდები. თან იქნება ეს აი ურანული, აი ძალიან სპონტანურად, თან ინფორმაციის საფუძველზე აფეთქებები. შეიძლება აქ რაღაც ინფორმაცია მგაჟონოს, რაღაც სოციალური ქსელები იყოს ძალიან აქტუალური, მაგალითად ინფორმაციები გავრცელდეს. აი შეიძლება იყოს აი ან გამოსვლები, ან ხალხის უკმაყოფილება გაიზარდოს. აი ეს ფრაგმენტული მომენტი არის, მე გადაივლის ეს მთვარე ამ ურანს და ეს ყველაფერი ნენლა ჩაცხრება იდეაში, მაგრამ ტენდენციებს რო შევხედოთ, ესეც მნიშვნელოვანი მოვლენა არის აქ, რომ ეს დაატრიგერებს ამ ყველაფერს, ან მინიმალური ისე რო ვთქვათ, რომ შეიძლება გამოსვლები და ის არ იყოს, მაგრამ მენტალური ცვლილება მოხდეს საზოგადოების, ხო? აი მოულოდნელად უცებ რაღაცნაირად
საინფორმაციო ველსახებად ყოფები ზოგადად, მაგრამ აი რაღაცნაირად შეიცვალოს განწყობები საზოგადოებაში, აი რადიკალურად შეიცვალოს განწყობები, ისე რომ ვერც მივხვდეთ, ხო, საერთოდ ესეც შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ესეთი გადასვლების არ ნიშნავს აუცილებლად, რომ არ იქა ახლა რაღაც მოვლენები უნდა იყოს. შეიძლება, რომ აი მანამდე აბსოლუტურად სხვანაირი იყოს საზოგადოება და აი ურანთან შეერთებაში საერთოდ განახლება მოხდეს, საერთოდ შეიცვალოს საზოგადოება. თან ეს არ დაგვაწყდეს ეს დაძაბულობა პლუტონის არის აქ ამ შემთხვევაში. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, რასაც ვიტყოდი, დირექციულ რუკაზე, რომელიც აჩვენებს სერიოზულ მოვლენებს, დაახლოებით 3 წელიწადში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. ეხლა არ ვიცი, რომ ეხლა 2-3 წელიწადში, ანუ როგორ არის იცით, რომ სანამ მოვლენა მოხდება, როცა ნენელა მიდის დირექციული პლანეტა ნათალურ პლანეტასთან, ეს არ ნიშნავს, რომ ეხლა ყველაფერი კარგად არის და 3 წელიწადში უცებ რაღაც იბედგებს. ნიშნავს, რომ რაღაც აი ეს ფონი უკვე იგრძნობა, მწიფდება იმისთვის, რომ იმ მომენტში უკვე რაღაც, აი თქვა, წავიდა ეხლა ეს ხელისუფლება და ახალი მოვიდა. ეს არ იქნება ახალი მაინც აი ესე კარგ ველზე, რომ მერე ისიც კარგად იყოს. მასაც მოუწევს რაღაც სერიოზულ პრობლემებთან გამკლავება, იმიტომ რომ დირექციული მარსი და მარსი ჩვენს რუკაში ხელისუფლებასაც გამოხატავს და ზოგადად სტრუქტურებსაც გამოხატავს, შევა ოპოზიციაში ჩვენს ნათალურ მთვარესთან. მთვარე საზოგადოება, ხალხია პირდაპირ. მარტივ დონეზე შეიძლება იყოს სერიოზული დაპირისპირება ან ხელისუფლების ან ძალოვანი სტრუქტურების საზოგადოებასთან. შეიძლება ეს იყოს სადღაც, ახლა მარსი ცოტა საომარი ტიპაჟიც არის, ხო? და საომარი როგორც იცით, აი კონფლიქტებია და დაპირისპირება არის ზოგადად. არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ეს დაპირისპირება მარსი მთვარის შეიძლება იყოს სერიოზული, აი ეს ლამის ბრძოლა ხალხსა და ხელისუფლებას შორის. შეიძლება იყოს ეს სერიოზული პროტესტები, მაგალითად საზოგადოების პროტესტი. შეიძლება იყოს ეს ძალისმიერი გარდაქმნა სადღაც, ხო, რომ აი გარდაქმნა თან ჩვენ იმიჯს შეეხება ეს ძალიან გამოჩნდება. შეიძლება იყოს მაგალითად სერიოზული ზეწოლა საზღვარგარეთიდან ან უცხოეთიდან ამ მოვლენების გამო, ასე იმიტომ რომ თვარე მეშვიდე სახლში გვყავს. ყოველ შემთხვევაში ხა პროგრესიული მარსი, როდესაც ოპოზიციაში დაუდგება მთვარეს, ხალხი აჯანყდება, ოღონდ სერიოზულად, აღარ ეს არ ნიშნავს, რომ აჯანყდება 3 წელიწადში. უკვე დაძაბულობა, მოუთმენლობა, შეიძლება ეს იყოს საერთოდ კატაკლიზმები რაღაცნაირად, არ ვიცი, ისეთი ქვეყანაში არსებული რაღაც კატაკლიზმა, არ ვიცი, ან სიტყვაზე რაღაცა მოხდეს, არ ვიცი, დაპირისპირება, ეს არ არის აუცილებელი, რომ მაინც ახლა ვინმე იარაღით გამოვარდება, ხო? მაგრამ რაღაც დაძაბულობა, მარსი ყოველთვის ქმნის რაღაც დაძაბულობას. აქ თვარე იქნება ჩართული. თვარე საზოგადოება არის, ხალხი არის. შეიძლება გააპროტესტონ, შეიძლება რაღაცა შეცვალონ. ხა ყველაზე ცუდ სცენარში ეს შეიძლება იყოს, რომ აი ხალხი თან მერწყული ზონაში ყავს და თავისუფლებისთვის გამოვიდნენ და მარსმა ხელისუფლებამ ან ძალოვან სტრუქტურებმა სერიოზულად ჩაახშონ რაღაც სიტყვაზე. ან პირიქით ხალხმა დაიწყო სერიოზული დაპირისპირება სახელმწიფო გუნდთან. ან შეიძლება იყოს ძალიან დიდი ბრძოლა სადღაც, ხო, აი არ ვიცი, ბრძოლას ახლა მე აქ იმას არ ვამბობ, რომ მაინც იარაღით ბრძოლა იქნება. რაღაც დაპირისპირებები შეიძლება იყოს, აჯანყება, აი ხალხის მოთმინება, რომ გადავა უკვე ყველაფრიდან, ხო? საერთოდ ეს წინ უძღვის ამას სატურნი პლუტონის შეერთება, ამიტომ თუ რამე მთლიანად ჩამოსაშლელი იქნებოდა, ეს მანამდე გაკეთება, ანუ მე ვერ ვხედავ აქ, რომ აი ეს ხელისუფლება დიდხანს გაჩერდება, იმიტომ რომ მანდ მე უყურებთ ხოლმე ვინც ამ ქვეყანას მართავს რეალურად ივანიშვილს, იმის რუკას მას შავი მთვარის დაბრუნება ეწყება. ეხლა თხისრქაში, შავი მთვარი თხისრქაში ყავს ივანიშვილს და ეს არის სხვათაშორის თხისრქა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ლილიტი არის, ისიც ადამიანს გააჩნიათ, რომ ძალიან ბევრი კარგი ვიცი ამ ლილიტით, მაგრამ ხელისუფლებებში მაინც არ არიან ხოლმე ისე პოზიტიურად წარმოდგენილები, ხო? ცოტა დემონური ენერგია არის შავი მთვარი.
და შავმთვარის დაბრუნება ზოგადად შეცდომების ალბათობას ძალიან გაზრდის. პლუს ეწყება სატურნის პერიოდი, სადესაც პერიოდი. ანუ მისი ენერგია სერიოზულად დასწრდება ასტროლოგიურად. საათი რო ვიცოდეთ, უფრო დეტალურად გვეცოდინებოდა რა ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მას სერიოზული იqbali შემოეცლება ჩემი აზრით, იმიტომ რომ სადესაც პერიოდი არ არის მაინც ისეთი მარტივი გადასატანი. სხვათა შორის სატურნის პერიოდი აქვს პუტინსაც და მანამდე სადესაც თემები ეხლაც ეწყება და ის უკვე რომ შემოტრიალდა ცოტა მის საწინააღმდეგოდ მოვლენები მიუხედავად იმისა რომ შავმთვარის დაბრუნება არ აქვს, მაგრამ მაინც ესეც ჩანს და ესე იცის ხოლმე სატურნის პერიოდმა. ასე რომ მასთან დაკავშირებული მოვლენებს მე დიდად პოზიტიურად ვერ უყურებ, გაადიდებს პრობლემებს, ჩემი აზრით. თან ხა იუპიტერი მიდის მისი იუპიტერთან და მის პლუტონთან და ამ ყველაფერს გაადიდებს. სადღაც ძალაუფლებებთან დაკავშირებით სერიოზული შიშები შეიძლება გაუჩნდეს ან კიდევ უფრო მოუჭიროს ძალაუფლება, მაგრამ პლუტონს არ მგონია საერთოდ ვინმე გამოუძვრეს, იმიტომ რომ პლუტონი რაღაცებს შეცვლის რადიკალურად. აი მომავალ წელს ჩემი აზრით ცოტა პიკი უნდა იყოს და აქ უფრო მაგ განცდა, რომ პლუტონი, რომელიც მეხუთე სახლს მართავს, ახალგაზრდობა წამოიწევა. ეს ძველი პოლიტიკური სფეროს საერთოდ გავა, ჩემი აზრით, ველიდან და იმიტომ რომ პლუტონი ძველს არაფერს არ ტოვებს. საერთოდ რაზეც სტრუქტურა იდგა მანამდე, ყველაფერს ჩამოშლის. ნუ მე ხა ძალიან შორს არის, უკვე მთვარის რო შეუერთდება პლუტონი, იქ ცოტა ძიმე რაღაც გარდაქმნები გველის, მაგრამ ის შემდეგ არის. თუმცა მე ხა ძალიან რბილად ვილაპარაკე, იმიტომ რომ მართლა არ ვიცით, შეიძლება ეს იყოს რაღაცნაირად, გასავლელი არის, იმიტომ რომ თვითონ რუკაც, პირადი რუკაც ჩვენთან ცოტა რთულად გვაქვს და ბევრი გამოწვევები უნდა გავიაროთ. მთავარი ის არის, რომ თან ახლა შავმთვარის დაბრუნება აქვს ქვეყანას და მშვილდოსანში და ზოგადად ღირებულებებში ალბათ უნდა გავერკვეთ. ანუ ყველაფერს ამოატივტივებს, რა არის ყალბი, რა ღირებულებები აქვს ჩვენ საზოგადოებას ყალბი, ხო? ძალიან ბევრ რამეს პლუტონიც ისედაც გააშიშვლებს, იმიტომ რომ მშვილდოსანს მართავს იუპიტერი ზოგადად და აი ეს მთელი სიყალბე, რაც კი არის საზოგადოებაში წლების განმავლობაში, რაც კი იყო, ეს პლუტონის გავლენა არის. ახლა რომ ზედაპირზე ამოაქვს, მოდი ძალიან ცუდი სიტყვით ვიტყვი, ყველაფერი ნაგავი ამოაქვს ხოლმე პლუტონს ზევით, ხო? ზედაპირზე. და ძალიან სერიოზული საფრთხეებიც შეიძლება იყოს ქვეყნისთვის ეს პლუტონური ენერგია იმ კუთხით, რომ ნაბანწყალს ბავშვი არ გადავაყოლოთო, რომ იტყვიან, ესეც შეიძლება ეს რისკიც იყოს სადღაც, ხო? და აქ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. მოკლედ, იქ პოზიტიური ასპექტები გვაქვს. მზე მიდის 2 წელიწადში ვენერასთან ძალიან კარგი ასპექტი არის. ეს არის ვენერას ჩვენ საზოგადოებას უშუალოდ მართავს მეოთხე სახლის მმართველი არის. ეს არის კეთილდღეობა, ფინანსური, არ ვიცი, ხა მზე ამას გაანათებს კარგად. რაღაც სერიოზული პოზიტივი შეიძლება დიდი ინვესტიცია შემოვიდეს, შეიძლება რაღაც პოზიტივიც იყოს. ანუ 2 წელიწადში მაქსიმუმს ვიძახი, ნენელა უკვე იწყება ამ ასპექტის შეკვრა და საკმაოდ კარგი რაღაც იქნება. პოზიტივის მომტანი უნდა იყოს ეს ასპექტი, აი რაღაც კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული. სატურნი გადადის უკვე ჩვენს მეცხრე სახლში და მეცხრე სახლი ეს არის, სატურნი ცოტა კეტავს უკვე მეცხრე სახლს უცხოეთთან დაკავშირებით, ეს გართულდება ყველაფერი. თუ არ მოგვიწევს სადღაც იმ კანონებთან შესაბამისობაში ყოფნა, ანუ ართულებს სატურნი მაგალითად საერთაშორისო აღიარებებსაც უკვე სატურნს უყვარს დამსახურება, საჩუქრები აღარ არის სატურნის უკვე და ეს მოვლენები გვაქვს წინ. მე ძალიან რბილად გითხარით ეს, იმიტომ რომ მე თუნდაც არ ვიცი მართლა როგორ იმუშავებს, მაგრამ მძიმე გარდაქმნების პერიოდი, პლუტონს უყვარს ყველაფრის დამძიმება, ყველანაირი ჭაობის ამოტანა. უყვარს თან იუპიტერი ეს რა არის, რაღაცა თუ გქონდა ისეთი ეგოები, ყველაფერს ჩამოგვიშლის პლუტონი აქ, ხო? და ეს სერიოზულად გაძარცვავს ჩვენს ეგოს, რაც იყო ყალბი. და ქალწული ასცენდენტი მოგცემს უკვე მუშაობის უნარს, რომ მოდი ავაშენოთ, თან იუპიტერიც ქალწულში ყავს უკვე და ავაშენოთ ეს ჩვენი ეგო და არა უბრალოდ ხა ყველაზე ნეგატიური ლომის თვისება, აი რა არის, აი ყველაზე ნეგატიური ჩრდილოვანი მხარეა ლომური ენერგიის. ეს არის, რომ უბრალოდ ვარ მაგარი
იმის არ მჭირდება, ვინდან მაგარი არაფრის გაკეთება არ მჭირდება, ვარ უპასუხისგებლო სრულად და უბრალოდ უნდა მცენ თაყვანი. ეს არის ლომის ყველაზე ნეგატიური ჩრდილოვანი მხარე. და ეხლა ამ ყველაფერს ამოატივტივებს, ანუ აი ყელში ამოგვივა ყველას ის რაღაც ფარისევლობას რო ეძახიან, ის სიყალბე, ფინანსური გადამეტება, ანუ არაპროფესიონალიზმი მეექვსე სახლს მართავს ახლა იუპიტერი და ეს ამ არაპროფესიონალიზმი პლუტონისგან იქნება ამოყრილი ბოლომდე. მაქსიმალურად ურანის შექმნის, ახლა პატარა რეზიუმეს გიკეთებთ, პლუს ურანის შექმნის ფინანსურ არასტაბილურობას, ვალებთან დაკავშირებულს, ან უცხოური ინვესტიციებთან დაკავშირებით არასტაბილურობას და სერიოზულად ამოატივტივებს მოულოდნელი პატარ-პატარა შოკებით. აი, მაგრამ კრიზისი შეიქმნება, ახლა რასაც ხედავთ უკვე, ხო, ნენელა, კრიზისი შეიქმნება, მეექვსე სახლი ეს არის გაყვანილობები თუ რამე არის, იქ მიწა შეიძლება ჩამოიშალოს, ანუ ყველაფერი მოიშალოს, რაც უხარისხოთ იყო გაკეთებული. იმიტომ რომ თან აციდენტი ქალწულში გადაგვივიდა და ეხლა უკვე მოგვიწევს რაღაცების დათვლა. ისედაც მისია ქვეყანას აღმავალი მისია აქვს დღისრგაში და დაღმავალი კირჩხიბში. ეს რაღაც ისტერიული ეს პატრიოტიზმი აღარ უნდა იყოს ეხლა ესე აქტუალური. პატრიოტიზმი არის მაშინ ისევ ჩვენს ძველ ვთქვათ იმას დაუბრუნდებით მწერლებს, რომ პატრიოტიზმი ილიასი არ იყოს, ეს არის ამდენად ჩვენ შრომობთ. აი ეს არის პატრიოტიზმი და აი ამ ყველაფერს გააქტიურებს ეხლა ეს ტრანზიტები. ხაშუეს ეს ქალბატონიც რო გამოვიდა ეხლა სვანი და აი ის რაღაც სიყალბე რო გავიგონეთ, რაც ვითომ ტრადიციების საფარქვეშ არის, ამას აკეთებს პლუტონი. ჯერ სადვართ იმდენი რაღაცა შეიძლება ამოტივტივდეს. აი გააშიშვლებს ყველაფერს პლუტონი, რაც კი რამე ყალბი იყო, აი რაღაცა აიმებში წესებში შეფუთული, თან შავმთავრი მშვილდოსანში ყავს და ეს ვითომ ყალბიღირებულებები და ეს ვითომ რაღაც რწმენები და ეს რაღაც ტრადიციებზე გაყოლა, ეს კარგი არის თუ არის ეს გაცნობიერება და არა ფორმა და არა შაბლონი, ანუ ამ სიყალბებს ყველაფერს გააშიშვლებს პლუტონი და მოგვიწევს მე ბევრი რაღაცების გარდაქმნა. იმიტომ რომ აქ ის ტენდენცია ჩანს უახლოესი წელები და აი აქ მე ერთადერთი მარსი კი ფრაგმენტული ენერგია არის მაინც, მაგრამ მთვარესთან ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ იქნება რაღაც დაპირისპირება, სამოქალაქო იქნება თუ რაღაცა, აქ თან ეს უცხოეთი არ არის, სამოქალაქო კონფლიქტის რისკი არის მაღალი, აი მანდ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ხო? 2-3 წელიწადში ზუსტად ეს აი წინასწარ უკვე მივხვდებით, აი მომავალ წლიდან კიდე აი 2 წელიწადში უკვე მივხვდებით, აი წავა ეს ყველაფერი. და ეს ერთი წელი ყველაზე ესეთი ცოტა მძიმედ გადასალახი გვექნება, ხო? და აი მომავალ წლიდან უკვე სერიოზული ტრანსფორმაციების პერიოდი უნდა დაიწყოს. მე ესე ვფიქრობ და თან აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ აი მე 1 წელიწადში რო გადავა იუპიტერი ჩვენს მეორე სახლში და იქ ასციდენტთან ახლოს უკვე დირექციულ ასციდენტთან და იუპიტერ შეუერთება, ეს პროცესები კიდე გაგრძელდება, ეს იუპიტერიანული და აქ მოგვიწევს რაღაცები სერიოზულად გადაფასება. მე მგონი საინტერესო გამოვიდა თქვენთვის ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ შეგიძლიათ მოიწონოთ, შეგიძლიათ კომენტარები დამიწეროთ, კიდე რა გამომჩა, რა დაგაინტერესებდათ, მომავალში კიდე შემოგთავაზებთ მსგავს ანალიზ ხოლმე ტრანზიტულს. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რაღაცა არის, აქ უბრალოდ ყველაზე მნიშვნელოვანზე გავაკეთე აქცენტი, ზოგადი ენერგიები რო იცოდეთ, ზოგადი მიმოხილვა რო იცოდეთ რუკის. იმედია თქვენთვის საინტერესო ინფორმაციები იყო და დაგემშვიდობებით და ველოდები ხოლმე კომენტარებს თქვენგან ყოფნის დროებით.